ამჯერ მანეხომელოს I drink coffee and I know things. 45 ეპიზოდის სიტყვა არის ნერკმარი. მე მაინც მგონია რომ ნერკმარი ბოლომდე ასეთი არ არის, თუმცა ცხადია დროის უმეტესი ნაწილის ასე გატარება უწევს, რადგან ამ მდგომარეობამდე იგი გარშემომყოფებმა მიიყვანეს. ნერკმარი არის ადამიანი, ვისაც ლაპარაკი არ უყვარს და როგორც გრაული ნერკმარით შეიძლება მოგვეჩვენოს ბუნებრივად ასეთი ჩუმი ადამიანი. მაგრამ ასე საერთოდ არ არის. ნუ დავიჯერებთ იმას, რაც ერთი შეხედვით გონია რომ ასეა. საქმე იმაშია, რომ ნერკმარი ერთ დროს ძალიან ხალისიანი, ენერგიული, მოლაპარაკე და ურთიერთშეგნებული ადამიანი იყო, ყუდრო ადამიანი. მოგისმენდა, საინტერესო დიალოგებს გააბავდა შენთან, რაღაც ცოდნასაც შეგმატებდა, ისეთ რამეებს გეტყოდა, რომ მოტივაცია მოგემატებოდა, გაგაცინებდა, გაგამხიარულებდა, მოკლედ ძალიან კარგი ვინმე იყო საურთიერთოდ. და რა მოხდა? რა მოხდა და ის ვერ იღებდა იმას, რასაც გასცემდა. მას მოსმენა შეეძლო, მაგრამ მას არასდროს უსმენდნენ, დასცინოდნენ, ზედმეტი ლაპარაკისა და ერთგვარი აჟიტირებულობის გამო, ხომ ხვდებით, როცა ძალიან ბევრს და გულწრფელად საუბრობს ადამიანი, ოდნავ გადამეტებული ემოციურობით, მიმიკებს რომ სწრაფად იცვლის და ხელებს იყენებს ლაპარაკისას. ასეთი იყო ნერკმარი, ძალიან სიტყვა გამცემი და შინაურული ტიპაჟი, მაგრამ გამუდმებით იღებდა ამის გამო დაცინვას, უყურადღებობას, ჩაგვრას და ზურგშექცევას. ვერ ხვდები ასეთი სუფთა გულის ადამიანი რატომ უნდა გარიყო, მაგრამ ხშირად ხდება ასე. ითმინა ბევრი ნერკმარმა და ბოლოს ასე მოხდა, რომ იმედი დაკარგა ადამიანების იმედი და გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება სიტყვა ძუნწი გამხდარიყო, რადგან ეს ზეწოლა და დაცინვა არ სრულდებოდა. ამ ზედმეტი კომუნიკაბელურობის გამო. თუმცა ზედმეტი არაფერი იყო. ასე გახადეს უზომოდ საყვარელი და მეგობრული პერსონაჟი, უზომოდ ჩუმ და ნაცრისფერ პერსონაჟად არასწორმა ადამიანებმა.